გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია. მე შოთათ ხელიძე ვარ. დასაწყისისთვის მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი ჩემი ვიდეოები. დღეს მინდა განვიხილო ჩინეთის სამი გლობალური ინიციატივა. ესენი არის გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. და რატომ არის აი ამ ჩარჩო დოკუმენტების ცოდნა დღეს საჭირო? დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ აი გლობალურ ტრანზიციაზე, საერთაშორისო სისტემის ცვლილებაზე, რომ სამყარო თანდათანობით აღარ არის უნიპოლარული და ჩდება სხვა ესეთი გლობალური მოთამაშეები, რომლებიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, კულტურულ კონკურენციას უწევენ ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს და მთავარი აქტორი ამ შემთხვევაში არის ჩინეთი, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება იყოს ესეთი ნომერ პირველი სახელმწიფო მომავალში. და აი ამ პროცესთან დაკავშირებით არის ესეთი თითქმის მსოფლიოში ყველა ადამიანს აწუხებს ესეთი კითხვა, თუ პოტენციურად ჩინური ჭყალებში დავარქვათ ეს ჰეგემონია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის რამდენად იქნება ჩინური ჰეგემონია, მაგრამ თუმცა აი თუ დავუშვებთ იმას, რომ ჩინეთი გახდება ნომერ პირველი სახელმწიფო, რა ტიპის გლობალურ მართლობას ან რაღაც გლობალურ სოფხედველობას შესთავაზებს ის სამყაროს და იქნება თუ არა ის ისეთივე სუპერსახელმწიფო, როგორც არის მაგალითად შეერთებული შტატები და ხშირად ესეთი კრიტიკული ანალიზიც არის, რომ ერთ ჰეგემონს მეორე ჩაანაცვლებს და მესამე სამყაროსთვის დიდად არაფერი შეიცვლება. ჩინური სოფხედველობის და გლობალური პერსპექტივის გასააზრებლად თუ რას თავაზობს ის საერთაშორისო საზოგადოებას, ზუსტად ამისთვის არის ეს სამი დოკუმენტის ცოდნა და ანალიზი საჭირო, რომელიც ჩვენ წარმოდგენას გვაძლევს თუ როგორ ხედავს ჩინეთი საკუთარ თავს და როგორ ხედავს ის საკუთარ აი ამ საკუთარ როლს საერთაშორისო ასპარეზზე და რას გვთავაზობს ის. და გადავწყვიტე ეს სამივე დოკუმენტი თქვენთან ერთად განვიხილო და გარკვეული ანალიზი შემოგთავაზოთ და ერთად გავიგოთ თუ რა წარმოდგენა აქვს ჩინეთს საკუთარ თავზე და მის როლზე მსოფლიო ასპარეზზე. პირველი დოკუმენტი, რომელსაც დავიწყებ მის განხილვას, ეს არის გლობალური განვითარების ინიციატივა, რომელიც სი ძინპინმა 2021 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგინა და შესთავაზა საერთაშორისო საზოგადოებას. ამ დოკუმენტში, ეს არის მოკლე დოკუმენტი, სულ რამდენიმე გვერდიანია, არის რამდენიმე ესეთი კონცეფცია და პრინციპი გამოთქმული და გავყვეთ თანმიმდევრობით. ამ კონცეფციებიდან პირველი არის განვითარების პრიორიტეტულობა. ჩინური თვალსაზრისით განვითარება არის ის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებების დაცვას და ის გვთავაზობს განვითარების არა მიკრო პერსპექტივას, კონკრეტული ქვეყნების განვითარებას ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მაკრო დონეზე, რომ განვითარება იქნას გაგებული ჰოლისტურად გლობალური მასშტაბით. ანუ ამ პერსპექტივით მიკრო დონეზე განვითარება ვერ შექმნის აი ამ სიკეთეებს, რაც მე ვახსენებ, მშვიდობას და უსაფრთხოებას, არამედ მხოლოდ აი ესეთი ფართო გაგებით შესაძლებელი გახდება აი ამ გლობალური იდეალების მიღწევა. მეორე ღირებულება აქ არის ადამიანზე ორიენტირებული განვითარება, რომ ეს განვითარება უნდა იყოს ჰუმანოცენტრული, რომ თითოეულ ადამიანს უნდა შეეხოს კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ზრდა, ბედნიერება და ეს უსაფრთხოება. მესამე ღირებულება ამ შემთხვევაში არის ქვეყანათა შორის ინტეგრაცია, ინკლუზიურობა, თანასწორობა, აი ზემოთ ნახსენები განვითარება უნდა იყოს როგორც ვახსენე გლობალური, ჰოლისტური და ის უნდა შეეხოს ყველას და არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს აი ამ განვითარების მიღმა და არ უნდა იყოს აუთსაიდერი და აქ ნახსენებია რომ არც ერთი პატარა კუნძული და ისეთი ქვეყნები, რომელსაც არ აქვთ ხმელეთზე გასასვლელი, არ უნდა გამოეთიშონ აი გლობალური განვითარების პროცესს. მეოთხე კონცეფცია აქ არის ადამიანისა და ბუნების თანამშრომლობის და თანაცხოვრების იდეა, რომელსაც ხაზი ესმება გარემოს დაცვას და გარემოს სწორად უტილიზაციას, გამოყენებას, რომ ეს ეკოსისტემა არ მოირღვეს და კაცობრიობამ შეინარჩუნოს ის გარემო, სადაც ის ასე ვთქვათ არსებობს. მეოთხე ეს არის ტექნოლოგიური ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი, 5G ტექნოლოგია, რომ აი ეს ტექნოლოგიები უნდა გახდეს ასევე საყოველთაო და აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული სარგებელი უნდა ნახოს ასევე
ყველა ქვეყანა. მეექვსე კონცეფცია ეს არის გლობალური პარტნიორობა აი ამ განვითარებაში და დღის წესრიგში ჩინელებს შემოაქვთ კვლავ მულტილატერალიზმი, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანასწორობა, ჩართულობა ყველა მონაწილე მხარის და ხაზს უსვავს გაეროს ფუნქციას, რადგან გაერო არის ყველაზე ესეთი ინკლუზიური საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც თითქმის ყველა სახელმწიფოა გაწევრიანებული და ასევე ხაზგასმულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის თანამშრომლობის აუცილებლობა, რომ ის სტატუს კო რაც აქამდე იყო, როდესაც სამხრეთი გამოთიშული იყო აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და განვითარების პროცესს, სამხრეთი უნდა იყოს ჩართული ამ განვითარების პროცესში და მან უნდა ნახოს სარგებელი ამ შემთხვევაში. მეშვიდე კონცეფცია ეს არის ქმედებაზე ორიენტირებული პოლიტიკები, რომ ქვეყნებმა უნდა შექმნას კონკრეტული მექანიზმები აი ამ განვითარებისთვის და იყვნენ ერთმანეთში აქტიურ კოორდინაციაში და განახორციელონ სწრაფად აი 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნები, ესეც გაეროს ღირებულებების განმეორებაა ჩინური პერსპექტივიდან. და მერვე ეს არის სინერგია, ესეც არის მეშვიდე კონცეფციის განვითარება, რომ აი ამ გლობალური ჰოლისტური განვითარებისთვის საჭიროა თანამშრომლობა, პარტნიორობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები, ანუ ინსტიტუციური ჩარჩოები და ამ შემთხვევაში ჩინელები ხაზს უსვამენ კვლავ გაეროს, დიდ ოცეულს, BRICS ორგანიზაციას და ჩინეთის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ნიშნულობას. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ღირებულებებს და კონცეფციებს ამ დოკუმენტში მოყვება კონკრეტული პოლიტიკები თუ რა უნდა განახორციელოს კონკრეტულმა ქვეყნებმა, რომ აი ეს გლობალური ჰოლისტური განვითარება მიიღოს კაცობრიობამ და აქ ნახსენებია პრაქტიკულად ის მიზნები, რაც გაწერილია გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფციაში. ამ შემთხვევაში ნახსენებია სიღარიბის აღმოფხვრა, საკვების უზრუნველყოფა მსოფლიოში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თავისუფლად მიმოცვლა. აქვე ნახსენებია დაფინანსების წყაროები, ფინანსების ორგანიზება და ფინანსების აკუმულაცია, რომ უნდა შეიქმნას კონკრეტული წყაროები ფინანსებისთვის, რათა შემდგომ ეს თანხები მოხმარდეს განვითარებად ქვეყნებს, რომ ის სტატუს კო, რაც არსებობს ამ შემთხვევაში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, თანდათანობით შეიცვალოს და სამხრეთის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით მოხდეს. ასევე ნახსენებია კონკრეტულად კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკები, რომ აუცილებელია ეს მწვანე პოლიტიკები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. მეექვსე არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულება, ეს არის ინდუსტრიალიზაცია და აქაც ჩინური პერსპექტივით მესამე, განვითარებად ქვეყნებში უნდა თანდათან დაიწყოს წარმოების სექტორის ზრდა და დაეხმაროს გლობალური საზოგადოება მესამე სამყაროს ქვეყნებს ინდუსტრიალიზაციაში და მოდერნიზაციის პროცესის დაწყებაში. აქვე ხაზგასმულია ციფრული ეკონომიკის განვითარების აუცილებლობაც, რომ უნდა შეიქმნას ციფრული ინფრასტრუქტურა, რომ ის ასიმეტრია, რაც არსებობს გლობალურ სამხრეთსა და გლობალურ ჩრდილოეთს შორის თანდათანობით აღმოიფხვრას და ეს ტექნოლოგიური მიმოცვლაც უფრო ადვილი გახდეს და ეს ტექნოლოგიური სტატუს კოს იქნას მაქსიმალურად შეცვლილი და გათანაბრებული და მერვე ესეთ პოლიტიკის მიმართულებად ნახსენებია ქვეყნებს შორის დაკავშირებულობა, რომ ესე ვთქვათ მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნას საერთო ინდუსტრიული საწარმო ჯაჭვი, რომელიც შექმნის აი ამ სტაბილური განვითარების პოტენციალს. გლობალური განვითარების ინიციატივა გვაჩვენებს იმას, რომ ჩინური პერსპექტივით თავარი პრიორიტეტი გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის არის ეკონომიკა და ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური თანამშრომლობა და ეს მეტწილად გამოხატავს ჩინეთის საგარეო ურთიერთობების შინაარსს, სადაც ეს თავარი პრიორიტეტი არის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო დაკავშირებულობა. და ნიშანდობლივია ის, რომ პირველი ეს დოკუმენტი, ინიციატივა, სწორედ განვითარების ინიციატივა შემოგთავაზა ჩინეთმა. აი ამ ეკონომიკური მსოფლმხედველობის პრაქტიკულ გამოვლინებად შეიძლება მოვიაზროთ ჩინური აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს ყველა იმ კონცეფციას, ღირებულებას თუ პოლიტიკის მიმართულებას, რაც გაწერილი არის აი ამ გლობალური განვითარების ინიციატივაში და აი ამ დოკუმენტში ასევე ჩანს ჩინეთის სახელმწიფო ინტერესებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა დაკავშირებული იყო მის საექსპორტო სიმძლავრეებზე, თუ ჩვენ ჩავხედავთ
სტატისტიკას, ექსპორტის წილი ჩინეთის მთლიან შიდა პროდუქტში არის სტაბილურად 20%-მდე, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ჩინეთის ინტერესში არის, რომ მას ჰქონდეს მუდმივად საექსპორტო ბაზრები მსოფლიო მასშტაბით, თუმცა დღეს ცვალებადი და არასტაბილური საერთაშორისო სისტემიდან გამომდინარე, ის მისთვის არასტაბილური ხდება, მისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრები ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომელიც არიან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩინეთთან და ჩვენ ბოლო თვეებია უყურებთ შეერთებული შტატების მხრიდან სატარიფო ომებს, ჩინური ეკონომიკის მიმართ საექსპორტო სიმძლავრეების მიმართ კრიტიკას ამერიკული ხაზინის ხელმძღვანელის მხრიდან და ასევე ბოლო პერიოდია ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ხელმძღვანელობისგან ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას, რომ არ უნდა იყოს ესე ვთქვათ მაღალი რისკები ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობის, რაც აი ამ ჩინეთისთვის ევროკავშირს გარკვეულწილად არასტაბილურ პარტნიორად აქცევს. ამიტომ ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ სოფლიოს სხვა რეგიონებში მონახოს საკუთარი საექსპორტო ბაზრები, თავარი ესეთი რეგიონი მისთვის ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სივრცე, მისი სამეზობლო აზიაში, მაგრამ მისი ორიენტირი ასევე არის ახლო აღმოსავლეთი, აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. შესაბამისად, ჩინეთის ინტერესი იქნება, რომ აი ამ ზემოჩამოთვლილ რეგიონებში, იქნება ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი თუ სამხრეთ ამერიკა, აი ამ რეგიონებში შემავალ ქვეყნებში თანდათანობით გაჩნდეს და გაიზარდოს საშუალო ფენა. გამომდინარე იქიდან, რომ საშუალო ფენა არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ქმნის მოთხოვნას პროდუქციაზე და სერვისზე. შესაბამისად იზრდება იმპორტი ამ დროს ქვეყანაში და შესაბამისად თუ ეს პროცესიც ასე განვითარდა, ამ იმპორტს, აი ამ რეგიონებში შემავალი ქვეყნების მოთხოვნას იმპორტზე სავარაუდოდ დააკმაყოფილებს მომავალში ჩინეთი. თავად ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ჩინეთი ახორციელებს ძირითადად გლობალურ სამხრეთში, ესეც არ არის შემთხვევითი, ესეც არის ზუსტად აი ამ საშუალო ფენის შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომ გარკვეული ესეთი მსხვილი ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებში ქმნის დამატებით შემოსავლებს, რომელიც აჩენს მოთხოვნას იმპორტზე, პროდუქციაზე და ამ იმპორტს აი ეს ჩინეთის მიერ, ასე ვთქვათ, ინვესტირებული თანხები ბოლოს სავარაუდოდ ხმარდება ისევ ჩინური პროდუქციის შესყიდვას, ჩინური ექსპორტის მომსახურებას. ეს არის სავაჭრო ჯაჭვი, რომელიც, ასე ვთქვათ, შექმნის და განვითარების ინტერესი აქვს ამ შემთხვევაში ჩინეთს. მეორე დოკუმენტი, როგორც ვახსენე, ეს არის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, რომელიც 2022 წელს სი ძინპინმა ბაოაოს ფორუმზე შემოგთავაზა, შესთავაზა საერთაშორისო საზოგადოებას. ეს ფორუმი არის ეგრეთ წოდებული აზიური დაოსის ფორუმი, ეკონომიკური ფორუმი, სადაც მონაწილეობას ღებულობენ როგორც სახელმწიფო წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ეს დოკუმენტი საინტერესოა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის გვთავაზობს ალტერნატიულ მსოფლმხედველობას გლობალური უსაფრთხოებისთვის. ამ დოკუმენტის მთავარი ლეიტმოტივი არის ის, რომ აქამდე არსებული წარმოდგენა გლობალურ უსაფრთხოებაზე, რომ ეს არის ნულოვანჯამოვანი თამაში, ეს არის გარკვეულწილად დასავლური პერსპექტივა, რომ ერთი მხარე იგებს, მეორე აგებს, ეს მსოფლმხედველობა უნდა ჩანაცვლდეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით და შეიქმნას ესეთი გლობალური სოლიდარობა, რომლის მიზანი იქნება ზუსტად აი ამ ურთიერთსასარგებლო აზროვნების დამკვიდრება გლობალურ ურთიერთობებში. პირველი ესეთი კონცეფცია, რომელსაც აქ თავაზობს სი ძინპინი, ეს არის მდგრადი უსაფრთხოების პრინციპი, რომელიც უნდა შეიქმნას თანამშრომლობით, პოლიტიკური დიალოგის და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით და რომ გლობალურ უსაფრთხოებას უნდა ჰქონდეს მორალური განზომილება, სამართლიანობის განზომილება და სწორი იდეების განზომილება. მეორე კონცეფცია ეს არის ასევე მნიშვნელოვანი, რომელიცაც ჩინელები დღის წესრიგში აყენებენ, ეს არის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ამ მხრივ, როგორც წინა დოკუმენტში იყო ნახსენები, არც ერთი ქვეყანა არ უნდა იქნას დაჩაგრული, მათ შორის პატარა და ღარიბი ქვეყნებიც. მესამე კონცეფციად აქ შემოთავაზებული არის კვლავ მულტილატერალიზმის პრინციპი და ჩინელები ხაზს უსვამენ გაეროს მნიშვნელობას, რომ გაეროს პრინციპებს უნდა უერთგულოს ყველა ქვეყანამ და დაიცვას გაეროს ქარტია,
ძირითადი ნორმები საერთაშორისო ურთიერთობებში და ასევე აქ არის გამოთქმული კრიტიკა ცივი ომის მენტალობის მიმართ, უნილატერალიზმის მიმართ, ეს კონფრონტაციული და ჰეგემონისტური მსოფლმხედველობის მიმართ, რომელიც არ პასუხობს აი ამ გაეროს ქარტიის სულისკვეთებას და ჩინური თვალსაზრისით სამყარო ვერ იქნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თუ აი ეს გაეროს სულისკვეთება არ იქნა გათვალისწინებული. მეოთხე პუნქტად აქ შემოთავაზებულია უსაფრთხოების თანასწორობა და რას ნიშნავს ახლა ეს? ყველა ქვეყნის უსაფრთხოება არის თანაწონადი და თანასწორი, ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესი არის თანასწორად მნიშვნელოვანი და ყველა ქვეყნის აი ეს ინტერესი უნდა იქნას გაზიარებული, გააზრებული და ესე ვთქვათ, მშვიდობიანად გადაჭრილი იქნება ეს დიდი ქვეყანა, პატარა ქვეყანა, ღარიბი ქვეყანა, მდიდარი ქვეყანა თუ ასე შემდეგ. და ჩინური პერსპექტივით აქ შემოთავაზებულია მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მეხუთე პუნქტში აქ ხაზგასმულია დიპლომატიის და დიალოგის მნიშვნელობა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და ჩინური მხარეს თავაზობს მსოფლიოს დანარჩენ საზოგადოებას, რომ კრიზისები, დაპირისპირებები და კონფლიქტები გადაიჭრას სტრატეგიული კომუნიკაციით, დიალოგით და ძირეული ფესვების მოგვარებით კრიზისების, აი ძირეული მიზეზების გადაჭრით, რომ მომავალში პრევენცია მოხდეს აი ამ კრიზისების ხელახალი გაჩენის. აქ არის კრიტიკა გამოთქმული თავად სამხრივი სანქციების პოლიტიკის მიმართ, რომელიც აი ამ დაძაბულობებს, არასტაბილურობებს და კრიზისებს სოფლიოში არათუ გადაჭრის, არამედ ის ამას უფრო ართულებს და უფრო კომპლექსურს ხდის შემდგომ აი ამ პრობლემების მოგვარებას. მეექვსე პუნქტში აქ ნახსენებია ის, რომ თანამედროვე სახელმწიფო დგას არა მხოლოდ ტრადიციული საფრთხეების წინაშე, არამედ არატრადიციული საფრთხეების წინაშეც. ტრადიციულში იგულისხმება ის, რომ მაგალითად ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას ემუქრება სხვადასხვა კუთხით, მაგრამ არატრადიციულში აქ ნახსენებია ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება, ბიოუსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება და ჩინური მხარე აქ რეკომენდაციას იძლევა, რომ აი ეს მრავალმხრივი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, რომლის წინაშეც დღევანდელი ნებისმიერი სახელმწიფო დგას, ჰოლისტურად იქნას განხილული და გრძელვადიანი გადაწყვეტილებები მოძებნილი. აი ამ უსაფრთხოების კონცეფციების პრაქტიკაში განსახორციელებლად ჩინელები გვთავაზობენ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, თუ როგორ შეიძლება გლობალური უსაფრთხოების მიღწევა. პირველ რიგში ისინი აქ ახსენებენ გაეროს და გაეროს პრიმატს, გამომდინარე იქიდან, რომ გაერო არის ყველაზე ინკლუზიური საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც თითქმის ყველა სახელმწიფო არის გაწევრიანებული. ასევე ხაზს უსვამენ გაეროს გენერალურ ასამბლეის როლს გლობალურ უსაფრთხოებაში და უშიშროების საბჭოს, რომ ეს ტრადიციული ინსტრუმენტები უნდა იქნას გამოყენებული და ის მნიშვნელობა დაბრუნებული, რაც თავის დროზე გაეროს ჰქონდა. შემდგომ აქ არის ნახსენები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ბრიქსი და სხვადასხვა რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაციები, რომელთანაც ჩინეთს აქვს ურთიერთობა, იქნება ის ცენტრალურ აზიასთან თუ სხვადასხვა მსოფლიოს რეგიონებთან და მესამე შემოთავაზება აქ ნახსენებია, რომ აი ამ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის დოკუმენტის ფარგლებში გარკვეული სიხშირით შედგეს ხოლმე საერთაშორისო კონფერენციები, სადაც ქვეყნები საკუთარ უსაფრთხოების გამოწვევებს ერთმანეთს გაუზიარებენ და შედგება გარკვეული სინერგია, რადგან ეს საერთო გამოწვევები ერთიანად იქნას გადალახული. გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა გარკვეულწილად გაგრძელება გლობალური განვითარების ინიციატივის, რომელსაც ის შინაარსობრივად ეხმიანება და ავსებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინური პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის ეკონომიკური თანამშრომლობა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რაზეც შემდგომში უნდა დაშენდეს გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩინელები თვლიან, რომ დღეს არსებული ეს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არის უნიპოლარული, სადაც შეერთებული შტატები სამხრივად ადგენს თამაშის წესებს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის სახელით, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და იმ კრიზისებს და დაპირისპირებებს არათუ გადაჭრის, არამედ პირიქით უფრო აღრმავებს და გრძელვადიანს ხდის. ამიტომ დღეს არსებული ეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ვერ ქმნის სტაბილურ გარემოს მსოფლიოში და შესაბამისად არასტაბილური გარემო პრობლემებს უქმნის საერთაშორისო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის,
რომელსაც როგორც ვახსენე, რომელიც არის საწინდარი გლობალური მშვიდობის და უსაფრთხოების. გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა საინტერესოა იმითაც, რომ ამ დოკუმენტს შემოაქვს საერთაშორისო სისტემაში ქვეყნების უსაფრთხოებების თანასწორობის პრიმატი, რომ ყველა ქვეყნის უსაფრთხოება არის თანაბრად მნიშვნელოვანი. ასევე შემოაქვს ქვეყნების ინტერესთა თანასწორობის პრიმატი, რომ ყველა ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს თანაბრად გათვალისწინებული მისი ზომისა და სიმძლავრეების მიხედვით და ასევე აქ შემოაქვს ქვეყნების სუვერენულობის უფლება აი ამ უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაჭრას საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე საკუთარი უსაფრთხოება და არა გარე ჩარევებით და ცალმხრივი პერსპექტივით, როგორც ხშირად აქამდე ხდებოდა ხოლმე. მესამე ინიციატივა ეს არის გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა, რომელიც ასევე სი ძინპინმა წარმოადგინა 2023 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მსოფლიოს სხვა პარტიებთან შეხვედრის ფორუმზე. როგორც სახელწოდებიდან გამომდინარეობს, ამ ინიციატივის მიხედვით მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ცივილიზაცია, თვითყოფადი, თვითქმარი ცივილიზაციები, რომლებიც უნდა იყვნენ თანასწორნი და ამ ცივილიზაციური მრავალფეროვნებით უნდა შეიქმნას გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება და რომ ეს ცივილიზაციები უნდა იყვნენ არა ურთიერთჩამნაცვლებლები, არამედ ურთიერთშემავსებლები და ის აღიარებს აი ამ მრავალფეროვნების პრიმატს. გამომდინარე იქიდან, რომ ცივილიზაციური მრავალფეროვნება თავის თავში მოიცავს ურთიერთპატივისცემას და განსხვავებული კულტურების მიმღებლობას, აი ამ ინიციატივაში გაკრიტიკებულია ვესტერნიზაციის პროცესი, დასავლური მოდერნიზაციის პროცესი, რომელსაც ხშირად კოლონიალიზმის და ექსპლუატაციის სახე მიუღია, ხოლო დღეს აი ამ პროცესს ვიცნობთ გლობალიზაციის სახით, როდესაც მხოლოდ დასავლური ცივილიზაციის გავრცობა და თავსმოხვევა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციებზე და ამით სარგებლობს მხოლოდ ერთი მხარე, ამ შემთხვევაში დასავლეთი და ჩინელები გვთავაზობენ სხვა ტერმინს ამ შემთხვევაში ინტერნაციონალიზმს, რომელიც თავის თავში გულისხმობს აი ამ ცივილიზაციათა შორის თანასწორობას და თანაცხოვრების არსებობის დაშვებადობას. ჩინური სამი გლობალური ინიციატივა თავის თავში მოიცავს ჩინური სამი მსხვილი ფილოსოფიური მიმართულების გარკვეულ ელემენტებს. ეს მიმართულებებია კონფუციანიზმი, ბუდიზმი და ტაოიზმი და ზემოთ განხილული ინიციატივებში შემავალი კონცეპტები და ღირებულებები გარკვეულწილად იმეორებს ამ ფილოსოფიებში შემავალ ასპექტებს. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ გამოვყოთ მშვიდობის პრიმატი, ჰარმონიის პრიმატი, მრავალფეროვნების პრიმატი, თანაცხოვრების, მეგობრობის, თანამშრომლობის, კონკურენციის არარსებობის, მეგობრობის, კეთილმეზობლობის და ასევე სახელმწიფოს მმართველობის, კარგი მმართველობის კონცეფციები, რომელიც აი ამ ფილოსოფიურ მიმართულებებში ხდება. ჩინური ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული თუ ტექნოლოგიური აღზევება გარკვეულწილად სიახლეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის და ის ჯერ კიდევ უცხოა სხვადასხვა კულტურებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 1000 წლეულები კაცობრიობა შეეჩვია იმას, რომ დომინანტი ან თუნდაც ჰეგემონი ქვეყნები ყოველთვის ჩნდებოდნენ დასავლურ სამყაროში, დასავლური ცივილიზაციიდან, რის შედეგადაც შემდგომ ეს ქვეყნები აი ამ დასავლურ კულტურულ პერსპექტივებს ავრცელებდნენ მსოფლიოს მასშტაბით და მსოფლიო შეჩვეულია გარკვეული მოვლენების და სამყაროს აღქმის დასავლური კულტურის პრიზმიდან დანახვის, აღწერის და აი ამ დასავლური მიმართებებით გარკვეული პროცესების და მოვლენების ახსნის. დღეს ჩვენ რეალურად მომსწრევართ იმ პროცესის, როდესაც მსოფლიოს მალე ეყოლება ისეთი დომინანტი ქვეყანა თუ ჰეგემონი არა, რომელიც მსოფლიოს არ უყურებს დასავლური პერსპექტივიდან და არ აღვიქვავს პროცესებს დასავლური კულტურული პრიზმიდან, მას გააჩნია საკუთარი ინსტრუმენტები და საკუთარი თეორიული, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ის ოპერირებს საერთაშორისო მასშტაბით და თავაზობს საერთაშორისო საზოგადოებას ალტერნატიულ მსოფლმხედველობას თუ როგორ შეიძლება სამყარომ მოახდინოს განვითარება და შექმნას საერთაშორისო მშვიდობა. თავად ეს გლობალური ინიციატივების დოკუმენტებიც გარკვეულწილად წარმოადგენს ჰიბრიდულ მოცემულობას, სადაც დასავლურ წიაღში წარმოქმნილ მსოფლმხედველობაზე არის დაფუძნებული უკვე აღმოსავლური მსოფლმხედველობაც და ჩინელები გვთავაზობენ აი ამ ორი მსოფლმხედველობის სიმბიოზს, რაც გარკვეულწილად მსოფლიოსთვის სიახლეა და აი ჩინური პერსპექტივით ეს არის აქამდე არსებული საერთაშორისო სისტემის, საერთაშორისო წარმოდგენების და მიდგომების გარკვეულწილად დააპდეიტებულ ვერსიას, რომელთაც მომავალში შეიძლება კაცობრიობა
თანა იარსებოს და გააგრძელოს საკუთარი არსებობა მშვიდობისა და უსაფრთხოების ფარგლებში. დღეისათვის ეს იყო ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, შეგახსენებთ რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი დროებით.